Ქიმიკარდიოლოგი ანზორ მელია, რომელიც ერთგვარად დღეს სამიზნე გახდა. საღამოშტობისა ბატონო ანზორ, მადლობა რომ ხართ ღამის ამბების სტუმარი და უპასუხებთ ჩვენს შეკითხვებს. პირველ რიგში გითხარით, როგორ უყურებთ ექიმები ამ პროცესს, როდესაც თქვენ გაფასებენ არა თქვენი პროფესიული ნიშნით, მაგალითად როგორ უმკურნალეთ გულს, არამედ და პოლიტიკური განწყობებით. საღამოშტობისა მოგესალმებით. ნამდვილად გავაცებული ვარ. 72 წლის მამაკაცი ვარ და პირველად გაოგნებული დავრჩი გუში, როცა გავიგე რომ მე ტერორის მიწოდებენ და ჩემთან თურმე მკურნალობა არ შეიძლება, ჩემთან თურმე კონსულტაციები არ შეიძლება, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ ვარ ანზორ მელია. ალბათ ნიკა მელიას მამა, ამიტომ. მაგრამ იცოდეთ რომ მე ამ 48 წლის სტაჟი მაქვს კარდიოლოგიაში. მე ყოფილი ვარ ძალიან დიდი თანამდებობის პირების მკურნალი ექიმიც. სახალხო მსახიობების, პოეტების, მაგრამ ყოველთვის დაფასება მქონდა და მიხარობდა რომ მე ჩემ პროფესიას, ჩემ ხალხს ვახმარდი. ახლა როგორია ბატონო ანზორ სოლიდარობის განცდა? ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოლიდარობა ეპიდემიის დროს განსაკუთრებით. აი ამ ფაქტის შემდეგ როგორია თქვენ მიმართ იგრძენით სოლიდარობა თუ არა? საზოგადოებაში ძალიან ასე თუ უყვარდი ხალხს არ მეგონა ისეთი მესიჯები და ისეთი წერილებს დებენ ხალხი, რომელიც არც მახსოვდა ხოლმე თურმე ოდესღაც მაგათი ბებია, ბაბუა, მამა ყოფილა ჩემი ავამტყოფი და დახმარები ვარ გამოჯანმრთელებაში. ეს ყველაფერი მოხდა უჩვეულოდ. მე ვარ გითხარით 72 წლის და სამსახურში არ დავდივარ, იმიტომ რომ სხვებს უბრძალავ სამსახურში შეარულს 24 აპრილამდე იცით რა მდგომარეობა და ამიტომ უამრავი დრო მაქვს და Facebook-ზე შევედი და ვათვალიერებ და უცბად კითხულობ ასეთ ტექსტს, რომ ექიმები ვინც ახართ, ემიგრანტებს ჭირდება თქვენი კონსულტაცია და მოგწერეთ ტელეფონი. არც დავფიქრებულ ვარ იმ წუთშივე სახელი, გვარი, ტელეფონი დავწერე, არც მიკითხავს ვინ არის ეს კაცი, აგვიცხა მე ბატონი გივი, მეორე თუ მესამე დღეს გავიგე და მადლობა მინდა უთხრა იმ ექიმებსაც, რამოდენიმე ათეული კაცია იმ სიაში, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა აი ამ უფასო კონსულტაციების. დაიწყო უკვე ეს უფასო კონსულტაციები ბატონო ანზორ, საინტერესოა რა ჩივილებით მოგმართავენ ძირითადად ემიგრანტები. გეტყვით ამერიკიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ყველგან სადაც ქართველია და იცით როგორი, აი გეტყვით დღეს ქალბატონმა ბელგიიდან დამირეკა 4 ბავშვის დედა ვარო, 4-ვე ჩემთან არისო, უფროსი 13 წლის არის და პატარა 1 წლისო. მეუღლე მშობლების მოსანახულებლად ჩავიდა საქართველოში და ჩარჩაო, მარტო ვარო, 3 მოხუც უვლიო. დავდივარო და აი დამეწყო ჰაერის უკმარისობა, ჩივილები და იცით რა ძნელია, თუ შენ გამოცდილება არ აქვს, თუ შენ არ გიმუშავია ექიმად, ღამები არ გაგითენებია ავამტყოფის საწოლთან, აი ასეთი შორიდან კონსულტაცია ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ როცა აღგებულობ ავამტყოფს, კარდიოგრამა გაქვს, ეხო გაქვს, გიზის პაციენტი და ეკითხები
აი ამ 2 წუთში, 3 წუთში ისე დეტალურად უნდა გამოკითხო და ისე უნდა გაერკვე მაგით ჩივილებში, რომ მისცე დასვა სწორი დიაგნოზი და მისცე რჩევები. ეს ყველა ექიმს არ შეუძლია თუ ზუგს უკან არ გიმაგრებს ის 48 ან 50 წელი. ასე რომ ეს არის დიდი დატვირთვა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ეს არის რთული, თუმცა ეფექტიანი, შეიძლება ითქვას. ტელემედიცინას უწოდებენ აი ამ დისტანციურ დიაგნოსტირებას პრინციპში. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს პირობებში განსაკუთრებით არის ეფექტიანი. აი დღეს რა შეშინებულები რეკავენ, უნდა ნახოთ ხმა შეშინებული და მე როცა ერთმანეთს გამოვეშვიდობებით გახარებულები მიხდიან დიდ მადლობას. დღეს ქალბატონი მირეკავს თურქეთიდან, რომელსაც თურქი მეუღლე ყავს და 9 დღეში აძლევენ მოქალაქეობას. მანამდე არ აქვს უფლება გასვლის ქუჩაში ან ექიმთან მივიდეს, იმიტომ რომ პოლიცია დააჯარიმებს და ქალბატონს აქვს ძალიან სერიოზული ჩივილები, ძალიან სერიოზული და სახიფათო. მე მაგას აუხსენი ყველაფერი, მაგრამ დავამშვიდე, დავუნიშნე პურნალობა და ხვალ თუ არა ზეგ მაინც დამირეკავენ. ესე იგი ჩვენ ეს ექიმები სასარგებლონი ვართ ხალხისთვის. რა დროს პოლიტიკა, მე ექიმი არ მიმაჩნია ექიმად. ბატონ აზორ, სხვათა შორის დღეს არაფერი გითქვამთ თქვენ აგრესიის ავტორზე, ეს განზრახ გააკეთეთ, განზრახ დატოვეთ და უკეთ შეფასების გარეშე თუ კომენტარის არ ვიცნობ მაგ პიროვნებას და ჩემთან რა უნდა ვერ გავიგე აბსოლუტურად. რისი ტერორისტი მე ვარ, ან რა ნახა ჩემ ოჯახში ასეთი რაღაცა, ან როგორ შეიძლება გარდაცვლილ დედას, რომელმაც კაცად გამხადა, რომელმაც სწავლა განათლება მომცა და მიგინებს, არ ვიცი რა, მაგრამ აი უცნობი ხალხიც მირეკავს, წერს და მეუბნებიან, არ მიაქციოთ ყურადღება არა ამას და არ მინდა ნიკა რომ კენ სიყრიდა მერობაზე გახსოვთ როდის იყო ეს ნარმანია და ნიკა რომ იყო ჩემზე დაწერეს რომ მე ერთ-ერთ გაზეთში რომ მოსკოვში კარდიოქირურგად მუშაობდი და ორგანოებით ვაჭრობდი. 2 წელიწადი დამჭირდა რომ მომეგო სასამართლო პროცესი და ბოდიში მომეხადა ოფიციალურად. არ მინდა ეხლა თვითონ ღმერთის ეშინოდეს, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ არ შეიძლება ასეთი ცილის დაწამება ექიმისთვის, რომელსაც პირადი ცხოვრება არ ქონია 48 წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთხელ ბავშვებთან ერთად ერთი კვირი დავისვენე ქობულეთში და ისიც ჩამომწარდა რომ ჩამოვედი შევარდნაძე რომ რუსთაველზე ააფეთქეს თუ რაღაც აი მაშინ და მთელი 10 დღე მომიწია საუნდტროპოში ყოფნა. ასე რომ არ შეიძლება ადამიანს ესროლო ტალახი, როცა ის აკეთებს კეთილ საქმეს. მე პოლიტიკაში არასოდეს არ ვერევი და მით უმეტეს პარტიულ პოლიტიკაში. ეს ჩემთვის უცხოა. რატომ ამირჩია მე მიკვირს ეხლაც დღეს რომ იცნობდეს კიდევ ან შეხები წერტილი მქონოდეს ან რაღაცა ნაწყენი იყოს ჩემზე კიდევ გასაგებია ან ვიღაც მაგის ახლობელი მომხდარ იყოს ჩემთან და ჩემზე გაბრაზებული იყოს. არა ასეთი არ ყოფილა და როგორ უნდა ღმერთმა გაუმარჯოს თავისი მართლით. გასაგებია. ბატონ აზორ, დასასრულს გულსისხლძარღვთა მიმართულებით კითხავთ თქვენი პროფილით, პრინციპში არსებობს უკვე ნაშრომები, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდეს ახალი კორონავირუსი. აი ამ მიმართულებით რომ გითხრათ, რა გამოწვევის წინაშე აყენებს თქვენი პროფილის პაციენტებს COVID-19? ჩვენი კლინიკა ემზადება აი ამ პიკისთვის რომ იტყვიან, იმიტომ რომ
თუ გადავხედავთ აი ერთი თვითწინანდელ აი დაინფიცირებულ ხალხს უფრო მეტად ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ის პაციენტები, ვისაც ინფარქტი აქვს გადატანილი, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, ვისაც მოციმციმი არითმი აქვს ან ინსულტი, მაღალი რისკის ქვეშ არის და თუ არ დავიცავით ჩვენ ეს სახლიდან რომ არ უნდა გავიდეთ, რომ არ შეიძლება კი მესმის ქრისტიანული სამყაროა ჩვენი და მაგრამ სახლიდან ვილოცოთ, არ შეიძლება რომ ერთმანეთს შევეხო და გადამდები იყოს თითოეული ადამიანი, თორემ საქართველოს ბიუჯეტი და საქართველოს ექიმები იმ მოზღვავებულ ავადმყოფებს ვერ მოერევიან, ამაში მე დარწმუნებული ვარ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ, რომ იყავით ღამის ამბების სტუმარი. ანზორ მელია პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მშვიდობებით.